როდესაც შეწყვეტ ყველასთვის ყველაფრის კეთებას, დაინახავ ვინ ზრუნავს რეალურად შენზე. ყველაზე რთული და მძიმე სხვა ადამიანების მორჩილებისგან განთავისუფლების პროცესში არ არის იმის სწავლა, თუ როგორ უნდა თქვა არა. არამედ იმის გაცნობიერება, რამდენი ადამიანი იყო შენ ცხოვრებაში მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ყოველთვის ამბობდი კის. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც აფასებდნენ შენს ხელმისაწვდომობას, შენს მსხვერპლს, მაგრამ შენი საზღვრები ხშირად ეჭქვეშ დგებოდა. შენი დრო და ენერგია აღექმებოდა როგორც მოვალეობა, შენ აუცილებლად შენიშნავ როგორ გიწოდებენ ზოგიერთები ეგოისტს იმისთვის, რომ დაიწყეს საკუთარ თავზე ზრუნვა. და ასევე დააკვირდი როგორ ინგრევა ის ურთიერთობები, როდესაც წყვეტ იყო სხვებისთვის კომფორტული. შენ შეიძლება დაკარგო ისინი, ვისაც უყვარდა შენი ადვილად დათმობის ჩვევა, მაგრამ დადგა დრო, რომ გაანთავისუფლოს სივრცე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს შენი სიმტკიცის უნარი. გადაწყვეტილება არ გააკეთო რაღაც მხოლოდ სხვებისთვის, არ ხდის სიყვარულისთვის ნაკლებად ღირსეულს. ეს გაძლევს საშუალებას იყო გულწრფელი საკუთარ თავთან. კეთილშობილი ადამიანები არასდროს მოგთხოვენ, რომ შენი ენერგია ამოწურო იმის დასამტკიცებლად, რომ ფასეული ადამიანი ხარ. ისინი აფასებენ შენს არსებობას, შენს გადაწყვეტილებას და იმას, რომ ერთგული ხარ საკუთარი თავის მიმართ. როდესაც დაადგები გზას საკუთარი თავის ზრუნვისკენ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაც გარკვეული მომენტი დარჩი მარტო, მაგრამ მან არ შეგაშინოს. ზუსტად ეს არის გათავისუფლება ადგილის შენ ცხოვრებაში სწორი ადამიანებისთვის. დროა იზრუნო საკუთარ თავს.